მაკარონში აქ ვაძლევ 300 გრამიანში ვაძლევ 11.95, იტალიაში 80 ცენტეზიმს. ხილბოსტანი აქ არის ძალიან ძვირი. 15 წელი ვიცხოვრე თითქმის რომში და ოჯახი შევქმენი 2 წლის წინ და გადავწყვიტე საქართველოში ჩვენ სამშობლოში დაბრუნება. ძალიან რთულია ემიგრაციაში ყოფნა, თუმცა არანაკლებ რთულია საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და ადაპტაცია. ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზი წასვლის არის სოციალური ფონი. დედები ტოვებენ მცირეწლოვან შვილებს. არაადეკვატური ფასებია. მე პირადად მაქვს და მე და ჩემ შვილს გვაქვს ევროპული შემოსავალი. არ ყოფნის ათასობით ლარი ყოველთვიურად იმის მიუხედავად, რომ ჩემი მეუღლე არჩენს ოჯახს, იმის მიუხედავად, რომ ფასები უბრალოდ ქვეყანაზე არ არსებობს, არ ვიცი სად უნდა იყოს, როგორიც არის საქართველოში. მაგალითად, ჰუმანა ბავშვის რძეს 73 და 90-ს ვაძლევ აქ, ხოლო იტალიაში ვაძლევ 12 ევროს. ფასები უბრალოდ შეუთავსებელია. მდიდარ ქვეყანაშიც კი ვერ იცხოვრებს ადამიანი ამ ფასებად, არათუ იმ ქვეყანაში, სადაც 700,000 სოციალურად დაუცველი ხოს, 500,000-ზე მეტი ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს და სკოლაში წასვლის დროს 20 თეთრიც არ გააჩნია. ევროპულ სიკეთეებში ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი მოქალაქის ადამიანის დაფასება. დაფასებაში რას გულისხმობ? ჩემი შვილი დაიბადა რომში, ყოველთვიური ჩარიცხვებით, არ დავასახელებ ციფრს, 21 წელი, 21 წლამდე მას ექნება ყოველთვიური შემოსავალი, ანუ სრულწლოვანი რო ხდება, მას სოლიდური თანხა აქვს უკვე ბანკში, რათა ღირსეულად გააგრძელოს ცხოვრება. პენსია იმდენად მაღალია, რომ ცხოვრებას ევროპაში იწყებენ საპენსიო ასაკიდან, იწყებენ მოგზაურობას და ასე შემდეგ. საქართველოში კი პენსიონერი არის ყველაზე ღარიბი. და ძალიან განვიცდი, ყოველი ჩემი გასვლა სახლიდან არის ხოლმე გულნადგენი დაბრუნება, იმიტომ რომ ხედავ ძალიან ბევრ მოხუცს, რომელსაც უკიდურესად უჭირს, რომელსაც შვილები არ ყავთ და ვერ ეხმარებიან და 350 ლარიანი პენსია ფიზიკურად შეუძლებელია გეყოს ან ბავშვები, რომელიც სალაროსთან დედას ეხვეწებიან, რომ 50 თეთრიანი კამფეტი უყიდოს და ის უბრალოდ არ არსებობს.